Hey, მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად. ჩემი არხია YouTube-ზე მიხეილი HD. შემოგვიერთდით, გააკეთეთ subscribe-ი, დაწერეთ კომენტარები, დალაიკეთ, გაიზიარეთ და ასე შემდეგ. მოკლედ, დღეს მე თქვენთვის მაქვს ძალიან სპეციფიური გაკვეთილი, კერძოდ კი მოდით ვისწავლოთ დღეს როგორ გავაკეთოთ საკუთარი ფუნჯი Photoshop-ში, ფუნჯი, შტამპი, პეჭედი და ასე შემდეგ. მაგალითისთვის ავიღოთ აი ესე ვთქვათ, წინასწარ მე გამზადებული მაქვს ჩემი ფოტოებისთვის. აი ესეთი რამ, რომელიც ასვავს პირდაპირ ლოგოს ერთი ხელის დაჭერით სურათზე. ამას ხშირად იყენებენ ალბათ ფოტოგრაფებიც საკუთარი ფოტოსთვის, თავისი ლოგოს დასასმელად, მაგალითად აი ესე ერთი ხელის დაჭერით სვავს თქვენთვის სასურველ ლოგოს. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ აქ სხვა ეს ნებისმიერი, მოკლედ ეს თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს ფანტაზიაზე, როგორ ლოგოს ან როგორ ფუნჯს გააკეთებთ. Photoshop-ს გახსნისთანავე თქვენ აირჩევთ აი ამ ფუნჯს და მაუსის მარჯვენა კლიკის დაჭერისას თქვენს Photoshop-ში დაინახავთ აი ამ უამრავ ფუნჯებს. შესაძლებელია ამდენი ფუნჯი თქვენთან არ გამოჩნდეს, ვინაიდან ეს ჩემი დამატებულებიცაა, ჩემი საკუთარი ბიბლიოთეკა. თქვენთან ძირითადად გამოჩნდება ალბათ აი ეს ნაწილი, რაოდენობა და არ არის შეუძლებელი, ნუ გონიათ რომ ეს მხოლოდ რაც Photoshop-შია, მხოლოდ იმის გამოყენება შეგიძლიათ. არ არის ესე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა საკუთარი ფუნჯების შექმნისა, ნებისმიერი ფორმის, ზომის და რაოდენობის. ასე რომ დავიწყოთ. მაგალითისთვის ავიღოთ დავხუროთ ეს სურათი და ავიღოთ ცარიელი ფონი. თვალსაჩინოებისთვის თუ გნებოთ ჩავასხოთ აქ თეთრი ფერი, მაგრამ ამას არ აქვს არცებითი მნიშვნელობა და შევარჩიოთ თქვათ რაღაც ესე წვრილი ზომის ფუნჯი და ნებისმიერი ფორმა მოვხატოთ. გაითვალისწინეთ აუცილებლად რომ ფუნჯისთვის საჭიროა მხოლოდ ორი ფერი, შავი და თეთრი. ამიტომ ავირჩიოთ შავი ფერი, ფონი გვაქვს თეთრი და შავი ფერით მოვხატოთ ნებისმიერი ფორმა. არა აქვს მნიშვნელობა არანაირი. ეს კიდევ ერთხელ გიმეორებ, თქვენზეა დამოკიდებული, ისი შექმნა გსურთ, რანაირი ფუნჯის და ასე შემდეგ. მოდით მოვხატოთ, ვთქვათ, რა ვიცი, ალბათ მოდით ესე. ცოტა ლამაზი ფორმა მივცეთ, ესე გული. რაღაც არა გულის ფორმა, მოდით თავიდან დავხატოთ. აი ესე. გაცილებით ლამაზი გამოგვივიდა, იყოს თქვათ ესეთი გული. და რა გავაკეთოთ ახლა ეს რომ გადავიყვანოთ ფუნჯში. ამისათვის შევდივართ edit მენიუში, ძალიან მარტივია. მხოლოდ რამოდენიმე კლიკის დაჭერით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ფუნჯი გააკეთოთ. შევდივართ edit მენიუში და ვირჩევთ define brush preset. და ვარქმევთ სახელს. მაგალითად heart. ვაჭერთ OK-ს და ჩვენი ფუნჯი მზად არის. აი უცბად გადავიდა ფუნჯი აი ამ გულის ფორმაზე და უკვე შეგვიძლია აი ესე მარტივად მოვხატოთ ჩვენი სურათი. შეგვიძლია ავირჩიოთ რაიმე სურათი, გამოვიძახოთ ისევე ესე. აქ უკვე შეგვიძლია ფუნჯზე
დავხუროთ ეს, გამოვიძახოთ ახალი. აქ უკვე ფუნჯი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივცეთ ნებისმიერი ფერი და აი ესე ჩვენი გაკეთებული ფუნჯი მზადაა და უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ სურათზე. მოდით ახლა შევცვალოთ მეთოდი და შევხედოთ ჩვენი ფუნჯის მენიუს, ანუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ აი ამ ჩვენს მიერ შექმნილი ფუნჯით. აი ეს არის ჩვენი ფუნჯების მენიუ, brush. ეს არის დიდი მენიუ, იგივეა, აი ეს მარჯვენა კლიკის დაჭერისას გამოსული მენიუ. გადავიდეთ brush-ში, იმ შემთხვევაში თუ თქვენთან არ ჩანს Photoshop-ში, აი ეს ფუნჯების მენიუ, ამისათვის შევიდეთ აი აქ მენიუში, Windows-ში და ამოვირჩიოთ brush ან brush presets. ამ ორი ერთ-ერთი ფუნქციის არჩევისას გამოვა ეს მენიუ. ეს არის აბსოლუტურად იგივე, რაც ჩვენ აი აქ გვაქვს იკონკის სახით. როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს აი ეს გულის ფუნჯი, მაგრამ თუ ესე გავუსმევთ ამ გულს, გამოდის ძალიან ცუდი ფორმა. ამიტომ მოდით გავაკეთოთ ისე, რომ ეს გული ეგრეთ წოდებულ რანდომად, ანუ გაიფანტოს ალბათობით, აქეთ-იქით და გამოგვივიდეს ლამაზი ნახატი. ამისათვის შევიდეთ აი აქ Shape Dynamics-ში და როგორც ხედავთ, შეიცვალა აქ უკვე ფუნჯის ფორმა. მოდით გავასწოროთ აი ეს ფუნქციები. მინიმუმ დიამეტრი დავწიოთ აბსოლუტურად 0-ზე. აი აქ უკვე შეიცვალა ფორმა, რანდომულად გადადის აქეთ-იქით, ზოგი გადახრილია, ზოგი სწორად არის. ახლა ეს სწორდება, ჩვენ კიდე გვინდა ესე ალბათობით რომ გქონდეს გადახრილ-გადმოხრილი. Angle აი ეს შევუცვალოთ გრადუსი, აი ესე ოდნავ. ეს ამ შემთხვევაში არაფერს არ მოგცემს და გადავიდეთ scattering-ში. Scattering-ი გვაძლევს რას? ფანტავს აქეთ-იქით. აი, შეხედეთ, მარცხნივ, მარჯვნივ ალბათობით არის აქეთ-იქით გაფანტული. ეს არის count-ი, ანუ რაოდენობა. დააკვირდით ერთ რამეს აუცილებლად, თუ გაქვთ სუსტი კომპიუტერი, სუსტი მონაცემებით, შეეცადეთ რომ ეს ნაკლებად გადაწიოთ ბოლომდე. ვინაიდან ძალიან დიდხანს დაიწყებს Photoshop-ი ანგარიშს და შეიძლება Windows-ი დაიკიდოს კიდევაც. ავირჩიოთ დაახლოებით ესე 2-დან 4-მდე. მე ესე ავირჩევ, უფრო ლამაზი იქნება. და count jitter ეს არის იგივე უბრალოდ უმატებს რაოდენობას ფენების მიხედვით, ანუ გადასმა გადმოსმისას ამატებს მეორე ფენას შედარებით უფრო მეტს, აი ესე და აი ესე შედარებით უფრო ნაკლებს. ამასაც სამ შემთხვევაში ჩვენთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და შევხედოთ რას გააკეთებს ჩვენი ფუნჯი. აი ამ დაყენებული ფუნქციების შემდეგ. შევძიოთ ეს პანელი და მოდით გავუსვათ, აი შეხედეთ როგორ ალბათობით, ანუ რანდომულად გააკეთა ჩვენი გულის ფორმა. როგორც ხედავთ, ეს უფრო ლამაზია და არა ის ესე ჩამწკრივებულად რომ ხატავდა გულებს. ამით თქვენ შეგიძლიათ ასეთივე ფორმით გააკეთოთ ან მისალოცი ბარათები, ან რა ვიცი, ნებისმიერი მოსაწვევი. თავარია თქვენ შექმნათ თქვენი საკუთარი ლამაზი ფუნჯი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის, ზომის ფუნჯის გაკეთება. ყოველთვის დაიმახსოვრეთ ერთი რამ. გამოიყენეთ მხოლოდ შავი
და თეთრი ფერი, როდესაც აკეთებთ ფუნჯს. თუ იმ შემთხვევაში გაქვთ სურათის ზომები დიდი, გაცილებით და გსურთ თქვენ ფუნჯს კონდეს დიდი ხარისხი, ანუ კარგი ხარისხი, გაფართოება იმისათვის რომ სურათზე ეს რასტერული კვადრატები და წერტილები არ გამოგიჩნდეთ, ამიტომ დაიცავით აი ეს რეზოლუცია, აჯობებს რომ გააკეთოთ 300 dpi და აი აქ აირჩიოთ კვადრატის ფორმის. ნუ გააჩნია ეს უკვე თქვენ ლოგოს როგორ შეესაბამება. მე კვადრატის ფორმას ვირჩევ ხოლმე, ან ზუსტად იგივე ზომაზე ვჭრი ჩემ ლოგოს, რა ზომისაც არის ნახატი. ანუ მოდით გავაკეთოთ კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად შეხედავთ რას ვამბობ. მივიცეთ OK, ანუ ნებისმიერი ზომის სურათი გავხსნათ, ავიღოთ ფუნჯი, ავირჩიოთ აი ეს, ოდნავ დავაპატარავოთ ზომა და ვთქვათ მე მსურს აი ესეთი რაღაც ყვავილის ფორმა გავაკეთო. ვთქვათ ბოლოში რაღაც არ გამოვიდა. ესე. ნუ არა აქვს მნიშვნელობა. ვთქვათ სურს აი ესეთი ფუნჯის გაკეთება. ამისათვის აჯობებს რომ ჩვენ ეს მოვჭრათ უკვე აი ამავე ზომაზე. აი ესე. აი ესე. მივცეთ enter-ი და ამის შემდეგ უკვე მივცეთ define brush size. დავარქმევთ აქ ნებისმიერ სახელს, არა აქვს მნიშვნელობა არც ამას. всё, ფუნჯი შექმნილია. ავიღოთ უკვე შეგვიძლია ჩვენი ახალი ფუნჯი, ჩავიდეთ მენიუში და დაემატება. აი აქ უკვე დამატებულია ჩვენი ახალი ფუნჯი. აი ძალიან მარტივია, აბსოლუტურად არ ესაჭიროება დიდი ძალისხმევა და ყველასათვის ძალიან გამოსადეგი ფუნქცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ აი ესეთი ბოლის ან ღრუბლის ეფექტი, ან თუნდაც აი ესეთი რამ, აი ეს იგივე პრინციპით არის გაკეთებული, როგორც ჩვენ გული გავაკეთეთ და იქ ფუნქციებში შევუცვალეთ აი ეს გამეორებისა და დახრის ფუნქციები. ესეთი ფუნჯი თქვენ შეგიძლიათ აი ესეთი მეთოდით გააკეთოთ. ანუ შევიდეთ, თქვათ, დავგუგლოთ იმიჯებში, თქვათ და რა ვიცი, ავირჩიოთ ნებისმიერი ფორმა ან ვექტორი ან ხაზი ან ჩუქურთმა. ნუ თქვათ ტატუ დავწეროთ და აქ მოგცემს ჩვენ ტატუს ფორმებს. აი თქვათ ავიღოთ, მოდით აი ეს მგელი ავიღოთ და გავაკეთოთ ამის ფორმის ფუნჯი. დავამახსოვროთ სურათი, მარჯვენა კლიკით save picture as, save-ი, გადავიდეთ ჩვენთან Photoshop-ში და გამოვიძახოთ ეს სურათი. აი ეს. ვაძლევთ opens და ჩვენი მგელი გახსნილია, გვაქვს თეთრი ფონი და თვითონ შავი. ყოველთვის დაიმახსოვრეთ რომ უნდა გქონდეთ ფონი თეთრი და თვითონ იყოს შავი უზორი და მოდით შევიდეთ edit-ში, ავირჩიოთ define brush preset, დავარქვათ თქვათ რამე სახელი wolf. ორჩა ფუნჯი გაკეთებულია, შეგვიძლია დავხუროთ და ავიღოთ ფუნჯი, ავირჩიოთ მარჯვენა კლიკით და აი ჩვენი მგელი მზად არის. ერთი ხელის დაჭერით შეგვიძლია დავხატოთ იგივე ფორმა, რაც კი ქონდა სურათში. იგივენაირად შეგვიძლია ჩვენ
გამოვიყენოთ ჩვენი ფუნჯები, მაგალითად მოვიყვანოთ თოვლი, ვთქვათ, ჩამოვწეროთ სურათი. აი ვთქვათ, ავიღოთ ზამთრის ფოტო, ჩამოვწეროთ, აი აქ თოვლი არ მოდის და მოდით ჩვენ მოვიყვანოთ აი აქ თოვლი. გამოვიძახოთ ფოტო და მოდით გავაკეთოთ თოვლის ფუნჯი. ანუ ერთი ხელის მოსმით გავფანტოთ ეს თოვლის ფანტელები, ისე რომ არ იყოს, თქვათ, აი ეს ხომ არის ჩვენი უბრალო ფუნჯი, აი ესეთი თქვათ და აი ესე, თეთრი ავირჩიოთ და აი ესეთი თოვლი ჩვენ ალბათ არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ძალიან ხელოვნურია და სულ არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ მოდით გავაკეთოთ ფუნჯი და გავაკეთოთ რეალური თოვლი. გავხსნათ ახალი ფაილი. მოდით ეს ჯერ დროებით ამოვავსოთ შავი ფერით, ჩავასხოთ შავი ფერი, რომ გამოგვიჩნდეს ჩვენი თეთრი თოვლი. გავაკეთოთ ესეთი რამ. ავიღოთ თეთრი ფუნჯი და ან თუნდაც არ გჭირდება ეს შავი ფონი აბსოლუტურად, დავიწყოთ პირდაპირ თეთრზე შავით მოხატვა. აი ესე ალაგ-ალაგ დავსვათ წერტილები. აი ესე რანდომული მეთოდით. შემდეგ ოდნავ დავაწვრილოთ კიდევ. ეხლა წვრილი წერტილები დავსვათ. აი ესე. ოდნავ შეგვიძლია ესე ჩამოუსვათ კიდევაც, გავთხაპნოთ. აი ესე. და ოდნავ კიდევ გავასკელოთ. აი ესე. აი ესე. ესეც ესე ალბათობით ჩამოუსვათ აქეთ-იქით. ოდნავ გავაკლოთ დაჭერის მეთოდის ისკე. შევცვალოთ კიდევ ფორმა, ჩვენ ფუნჯი, აი ესე. აი ესე. როგორც ხედავთ, აი ესე ძალიან უბრალო ხელის მოსმით მოვხაზეთ რაღაც თოვლის ფანტელები. რა თქმა უნდა, ეს არ არის დასრულებული. მოდით ეხლა შევეცადოთ ამისი ოდნავ გაბუნდოვნება. შევიდეთ filter effect-ში, მივცეთ blur და ავირჩიოთ Gaussian blur. ოდნავ ესე გავაბუნდოვნოთ. დაახლოებით ესე 6 მივცეთ OK. და ეხლა გავაკეთოთ ამისგან ფუნჯი. შევდივართ edit-ში, define brush preset და ვარქვით სახელს snow. ვაძლევთ OK-ს და აი ჩვენი ფუნჯი მზად არის. აი ესე, მოდით გავასუფთავოთ ეს. ჩავასხოთ შავი ფონი, რომ ნახოთ ჩვენი თეთრი თოვლი. აი ავირჩიოთ ფერი. აი ესეთი თოვლი გამოგვივიდა, მაგრამ ეს არ არის დასრულებული. და მოდით გავაკეთოთ აი ესე მოსმით, როგორც ის გულები გავაკეთეთ და ლამაზი იყო. მოდით აი ესე მოსმით გავაკეთოთ ფუნჯი, თოვლის ფუნჯი. გავუკეთოთ undo. აი ესე მოსმით არ გამოდის, გვიგეთებს ზოლებს, იმიტომ რომ მეორდება და ერთ ხაზზე გვისწორებს თელ თოვლის პანტელებს. ამიტომ შევიდეთ ისე აი ამ ფუნჯის ფუნქციებში, ვირჩევთ Shape Dynamics და აი ესე
დავაპატარავოთ, გავფანტოთ უფრო მეტად, შევუცვალოთ ესე ალბათობა. ესეც დავაკლოთ ოდნავ და scattering-ში ვირჩევთ აი ესე გაფანტვას. ეს დავაკლოთ, აი ესე უფრო რანდომულია. ესეც დავაკლოთ და მოდით შევხედოთ რა გამოგვივიდა. აი ჩამოვუსვათ ესე. და როგორც ხედავთ, გაცილებით რეალობასთან ახლოს მიდის. მოდით კიდევ გავასწოროთ. ჩვენ არ გვინდა რომ ამან იტრიალოს. მივცეთ fade ან თუნდაც rotation-ი მივცეთ. აი ამან გაცილებით უკეთესი შედეგი მოგვცა და გადავიდეთ მოდით ჩვენ ნახატზე შევხედოთ რა გამოგვივა ჩვენი ფუნჯის მოსმისას. აი ესე მოვუსვათ, შევხედოთ და მოდით ჯობია დავამატოთ ახალი ლეიერი და იმის მიხედვით შევცვალოთ. აი ესე ერთი ხელის მოსმით უკვე რანდომულად გააკეთა ჩვენი თოვლი. მოდით გავუკეთოთ კიდევ მეორე ლეიერი და ავირჩიოთ უკვე პატარა ზომა. ისევ ესე მოვუსვათ. დაკარგა ჩვენმა თოვლმა. აი ეს ჩვენ არ დავამახსოვრეთ როგორც ჩანს ის ახალი გაკეთებული ფუნჯი და დაეკარგა ის ფუნქცია და ამისათვის ისევ თავიდან უნდა გავაკეთოთ. მოდით უცბად სწრაფად გავიაროთ. მოვუმატოთ აი scattering-ი, fade-ი გვაქვს ჩასმული, ესეც აი ესე და იმისათვის რომ დაამახსოვროს ეს ფუნჯი ამავე მაჩვენებლით და ამავე ფუნქციების გათვალისწინებით უნდა მივცეთ create new brush. ანუ აი ამის დაჭერისას ავირჩევთ snow 1 ან snow 2, ვაძლევთ OK-ს და აი ეს შემდეგი თოვლი უკვე აი ამ ფუნქციებით გვაქვს დამახსოვრებული. ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია გავადიდოთ, დავაპატარავოთ და იგივე მეთოდით დაიწყებს ხატვას. თოვლი გამოგვივიდა, გაცილებით უკვე რეალურია. ჩვენ უკვე შეგვიძლია პატარა манипуляციები გავუკეთოთ Photoshop-ში, დავაკლოთ აი ესე, ან მოვუმატოთ. შეგვიძლია ეს დავაკოპიროთ, Ctrl+J-ს დაჭერით, აი ესე. შევუცვალოთ კუთხე. გაცილებით რეალური და უკეთესი თოვლი გამოგვივიდა. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან საინტერესო გაკვეთილია, მე როგორც ვფიქრობ, თქვენთვის, ყველასათვის გაცილებით საინტერესოა. ის ფუნჯები, ფორმები, უზორები, ასე ვთქვათ, შექმნით თქვენ თვითონ, მოიგონეთ რაიმე ფორმა, შეხედავთ ფოტოს და თქვენ მიხვდებით აი აქ რა ფუნჯის გამოყენება გჭირდება და იმის მიხედვით მიფანტაზიორეთ, გააკეთეთ თქვენი ფუნჯები და აი ესე შეგევსებათ თქვენს საკუთარი ფუნჯების ბიბლიოთეკა. და ამის შემდეგ გაცილებით მარტივი იქნება თქვენთვის ფოტოზე, ნახატზე და ასე შემდეგ მუშაობა Photoshop-ში. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით გემშვიდობებით. თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD-ა ჩემი არხი YouTube-ზე. გვიყურეთ, დაგვალაიქეთ, გააზიარეთ, გააკეთეთ subscribe-ი და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო გაკვეთილებს. კარგად გრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.